გავამარჯოს ყველას, ვიწყებ ჩემს საფეხბურთო მიმოხილვებს, რომელიც შეეხება მხოლოდ თბილისის დინამოს მატჩებს, იმიტომ რომ მე თბილისის დინამოს გულშემატკივარი ვარ და ამის უფლება მაქვს. ხო, ეხლა რა მინდოდა მე თქვა, მე ვიქნები სუბიექტური, ალბათ. როგორც ყველა გულშემატკივარს ჩვევია, მაგრამ შევეცდები რომ ჩემი ყველა მოსაზრება გავამყარო არგუმენტებით. მოგეწონებათ თუ არა ჩემი არგუმენტები, მეორე საკითხია, ჩემი კომენტარები ღიაა, შეგიძლიათ ნებისმიერი კომენტარი დაწეროთ, ძალიან გთხოვთ რომ შეურაცხყოფა და ასე შემდეგ არ იყოს, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ, დანარჩენი ყველანაირი კრიტიკა მოსულა, ყველანაირი კონტრარგუმენტი მოსულა. თბილისის დინამო 2 მაისს შეხვდა ბათუმის დინამოს სტუმრად და მატჩი დამთავრდა ფრედ 2-2. საკმაოდ დრამატული მატჩი გამოვიდა, დინამომ ტაიმნახევარი რიცხობრივ უმცირესობაში ითამაშა. და გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ამისა, ორჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება. 0-1 იყო. აგებდა დინამო 0-1-ს, როდესაც ფეხბურთელი გაუძევეს. ამის შემდეგ ძალიან მალე გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ პირველი ტაიმის ბოლოს ისევ წინ გავიდა ბათუმის დინამო და მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდმა ისევ თბილისის დინამო შეძლო ანგარიშის გათანაბრება. თითქმის მთელი მეორე ტაიმი გაატარა დაცვაში დინამო თბილისმა, რაც სავსებით ნორმალურია იმით გათვალისწინებით, რომ რიცხობრივ უმცირესობაში იყო. და გაძლო რა და დადებით შედეგად უნდა შეფასდეს ჩემი აზრით. მატჩის პერიპეტიების განხილვას არ დავიწყებ, სტრატეგია, ტაქტიკა, მე როგორ ითამაშა, ამას სხვებს დაუტოვებ. მე უბრალოდ მინდა ახლა ვისაუბრო იმაზე, რომ ჩემი აზრით თბილისის დინამო ამ მატჩში საჯებისგან ცოტათი დაიჩაგრა. ცოტათი არა, ძალიან პრინციპში. იმიტომ რომ მე არ ვეთანხმები მსაჯის გადაწყვეტილებას ბარნსოსეის გაძევებასთან დაკავშირებით და არც პენალტის დანიშნას ვეთანხმები თბილისის დინამოს კარში, მაგრამ ყველაფერზე დაწვრილებით. პირველი ყვითელი ბარათი ბარნსოსემ მიიღო სამართლიანად, სახიფათო კონტრშეტევა ჩაშალა. ამაზე პრეტენზია არ მაქვს ბატონო ჩემო. მაგრამ ამის შემდეგ მეორე ყვითელი ბარათი ჩემი აზრით იყო არა უბრალოდ მკაცრი, ზედმეტად მკაცრი გადაწყვეტილება მსაჯის მხრიდან, არამედ უბრალოდ უსამართლო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ თუ კარგად დაუკვირდებით, ბარნსოსეი ბურთს შეეხო, არ ეხება ბათუმელი ფეხბურთელის ფეხს. ესეთი მომენტი იყო, სამჯერ ერთმანეთის მიყოლებით იბრძოლა ბურთისთვის ოსეიმ სხვადასხვა ბათუმელ ფეხბურთელთან. პირველ შემთხვევაში სუფთად ითამაშა ბურთზე, მეორე შემთხვევაში სუფთად ითამაშა ბურთზე და მესამე შემთხვევაში სუფთად ითამაშა ბურთზე. აი მესამე შემთხვევაზე მსაჯმა რატომღაც დაინახა, რომ ბარნსოსეიმ ითამაშა მეტოქის ფეხზე და მისცა მეორე ყვითელი ბარათი, სამწუხაროდ ყვითელი ბარათი ვარზე არ მოწმდება და ამის გამო რო იყო, რომ არც ეს გადაამოწმეს და ნუ ორი ყვითელი ბარათი ავტომატურად წითელს ნიშნავს. აგერ არის გამეორება ამ მომენტის, შეგიძლიათ რამდენჯერაც გინდათ დააკვირდეთ, შეგიძლიათ დაასტოპოთ ნებისმიერ ადგილას, მომკალით და ვერ ვხედავ მე სად ეხება აქ ბარნსოსეის ფეხი ბათუმელი ფეხბურთელის ფეხს. ეხება ბურთს. ეს იყო სუფთა ბურთზე თამაში, აქ არათუ ყვითელი ბარათი არ იყო, აქ საერთოდ ჯარიმაც არ იყო ჩემი აზრით. მაგრამ ნუ რაც მოხდა, ეგრე იყო და თბილისის დინამო დარჩა რიცხობრივ უმცირესობაში, ჩემი აზრით რიცხობრივ უმცირესობა რომ არა, დინამომ თამაშს მოიგებდა. მაგრამ ამას თავი დავანებოთ, ახლა გადავიდეთ მეორე მომენტზე, პენალტის მომენტზე. პენალტი დაინიშნა იმისთვის, რომ თითქოს უგრეხელიძე ქაჩავდა კუთხურის ჩაწოდების დროს კობახიძეს. აი ეს ორი ფეხბურთელია, უგრეხელიძე და კობახიძე, ვარზე გადაამოწმეს ეს მომენტი და ჩათვალეს, რომ ეს იყო ჯარიმა, მაგრამ აქ მე რამ დამაეჭვა და რამ გამაკვირვა ყველაზე ძალიან, რომ რატომღაც ვარზე გაიმეორეს მხოლოდ ერთი რაკურსით და ყველაზე ცუდი რაკურსით, რომელიც შეიძლება წარმოიდგინო, რომ ძალიან შორიდან. ხო და ეხლა არავინ არ მითხრას, რომ აქ ახლო რაკურსი არ ქონდათ. არ მჯერა მე ეს და ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ აქ ახლო რაკურსი არ ქონდათ. იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტს, მათ შორის გოლებს, რომლებიც გავიდა, მათ შორის ამ კარში 2 გოლი გავიდა, ერთი ბათუმის დინამომ გაიტანა პირველ ტაიმში და 2 გაიტანა ბათუმის დინამომ პირველ ტაიმში და ერთი თბილისის დინამო მეორეში, ეს სამივე გოლი ახლო რაკურს, რამდენიმე ახლო რაკურსით გაიმეორეს. აი აგერ არის ბათუმის პირველი გოლი, ნახეთ რამდენი ახლო რაკურსით არის გამეორებული, ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. ეს არის დინამოს მეორე გოლი.
შორიდან, ცოტათი უფრო ახლოდან, კიდევ უფრო ახლოდან და უცბად აი ამ პენალტის მომენტი ვერ ნახეს ახლო რაკურსი? რა ვიცი, მე არ მჯერა. ხო და ეს ყველაფერი ჩემი აზრით იწვევს გარკვეულ ეჭვებს ჩემში. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, კერძო პირი ვარ. არც ერთ ტელევიზიას არ წარმოვადგენ, არც ერთ გუნდს არ წარმოვადგენ, ვარ თბილისის დინამოს გულშემატკივარი და მაქვს უფლება რომ ვიყო სუბიექტური. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ჩემ მოსაზრებას ვამყარებ არგუმენტით შეძლების დაგვარად და თუ არ მეთანხმებით, კი ბატონო, აგერ დამეწერეთ კომენტარებში რაც გინდათ. აი ამ ორი მომენტის გამო ჩემი აზრით ამ ორმა მომენტმა საჯების არასწორმა გადაწყვეტილებამ იმოქმედა მატჩის შედეგზე და ამიტომ იყო რომ ეს მატჩი ფრედ დამთავრდა. თუმცა დინამოს სასახელოდ კიდევ ერთხელ უნდა ითქვას რომ მიუხედავად ამისა მათ მოახერხეს და ეს მატჩი არ წააგეს. დღესდღეობით დინამო არის მე-6 ადგილზე ისევ 12 ქულით. კი, 12 ქულით. ერთნაირი ქულები აქვს სპაერთან, მაგრამ სპაერი არის მე-5-ზე, იმიტომ რომ მეტი გოლი აქვს გატანილი. 13-13-ზე აქვს სპაერს. მიღებული გაშვებული ბურთების რაოდენობა გატანილი გაშვებულის და დინამოს 10-10-ზე. რაც შეეხება ბათუმის დინამოს ის ცუდ მდგომარეობაშია 8 ქულით ბოლო ადგილზეა. ჯერ 10 ტური გავიდა და ნუ რა ვიცი მე ვუსურებ ბათუმის დინამოს გულშემატკივრებს რომ გუნდი მალე ამოვიდეს ამ სახიფათო ზონიდან და წელს დარჩეს ეროვნულ ლიგა 1-ში. მე რამდენადაც ვიცი ბათუმის დინამოს ახლა ადევს UEFA-ს სანქცია იმის გამო რომ რაღაც დავალიანებები ქონდა ფეხბურთელებთან და რამდენადაც ვიცი ეს დავალიანებები გასტუმრებულია და ივნისიდან მოიხსნება ეს სანქცია და გუნდ შეიძლება ახალი ფეხბურთელების დამატება. ამაზე ილაპარაკა ბათუმის დინამოს მთავრმოწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა და ნუ ვუსურებ ბათუმის დინამოს რა თქმა უნდა ამ კრიზისიდან ამოსვლას. ხო და დინამო კიდე შემდეგ მატჩს გამართავს სპაერთან თბილისში 7 მაისს 20 საათზე დაიწყება ეს მატჩი დინამო არენაზე და მოგზავნით თუ შეიძლება ბილეთების შეძენა ადგილზეც შეგიძლიათ, ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ საიტზე აბაულაჯი. ერთი ბილეთის ფასი არის 10 ლარი. მოგზავნით უღურეთ დინამოს და უგულშემატკივრეთ. ეს მხოლოდ წაადგება გუნდს. მადლობა ყურადღებისთვის.